Control Studio. გამარჯობა. ეს გადაცემა ჩემი ქუჩაა. მე მაშიკო ვარ. დანიელ ჭონქაძის ქუჩა. დანიელ ჭონქაძის ქუჩა სოლოლაკში იწყება და მთაწმინდაზე მთავრდება. ადრე მას გუდოვიჩის ქუჩა ერქვა. ივანე ვასილიძე გუდოვიჩი რუსეთის არმიის გენერალ-ფელდმარშალი იყო. ის კავკასიაში დაპყრობით ომებს აწარმოებდა. ამ ქუჩაზე რამოდენიმე უნიკალური არქიტექტურული ნაგებობაა, მაგრამ ჯერ ერთ რუს გენერალზე მოგიყვებით. გენერალი მადათოვი თბილისში სასახლეს აშენებდა. გადმოცემით ვიცით, რომ ამ დროს გენერალს ქალიშვილი გარდაეცვალა. გარდაცვლილი კუკიაზე დაკრძალეს. გულდაწყვეტილმა გენერალმა საყვარელი ქალიშვილის საფლავის საცქერლად კოშკი ააგებინა. გენერალ მადათოვის სასახლე აქ, ქუჩის დასაწყისშია. სასახლეში მოხვედრა ქუჩიდან ამავალი უზარმაზარი სადარბაზოთი შეიძლება. 1893 წელს კავკასიაში სპარსეთის შაჰის კონსულმა მირზა რეზა ხანმა სპარსეთის საკონსულო ააშენა. საკონსულოს შენობაში ყოფილა სამეჯლისო დარბაზები. დარბაზთა მორთულობიდან დღეს მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. ყოფილი სპარსეთის საკონსულოს ალაყაფის კარზე ამოტვიფრულია წარწერა. აქ წერია, რომ ეს შენობა მირზა რეზა ხანმა ააშენა. სპარსეთის ყოფილი საკონსულოს სახლოს ძველი კათოლიკური სასაფლაო იყო. კომუნისტებს ხომ უყვარდათ ცვლილებები და სასაფლაო გააუქმეს და პრაქტიკულად გაანადგურეს. მის ადგილას კი საცხოვრებელი სახლები ააშენეს. ამ სახლების ახლოს მოდერნის, იგივე არტ-ნუვოს არქიტექტურულ სტილში გამორჩეული შენობა დგას. კავკასიაში პაპიროსების ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა ბოზარჯიანცმა ეს სახლი თავის ცოლს აუშენა. ამიტომ მას მადამ ბოზარჯიანცის სახლს ეძახდნენ. $1910 წელს მადამ ბოზარჯიანცის სახლმა თბილისის საუკეთესო სახლების კონკურსში გაიმარჯვა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე გუდოვიჩის ქუჩას ქართველი მწერლის დანიელ ჭონქაძის სახელი მიანიჭეს. დანიელ გიორგიძე ჭონქაძე ქართული კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელი იყო. მან თავის ერთადერთ მოთხრობაში სურამის ციხე პირველმა ასახა ბატონყმობის სიმახინჯე და ბრძოლისაკენ მოუწოდა ჩაგრულ გლეხებს. ახლა ბატონყმობა აღარავის ახსოვს, მაგრამ ახსოვთ დანიელ ჭონქაძე და ამ ლამაზ ქუჩას მისი სახელი ქვია. ეს გადაცემა ჩემი ქუჩაა. მე მაშიკო ვარ. დროებით. აქ არის